მოგესალმებით კოლეგებო, კორუმი გვაქვს. დავამტკიცოთ დღის წესრიგით გათვალისწინებული გვაქვს ერთი საკითხი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე საქართველოს კანონმდებლობის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. მოხსენებელი გახლავთ ქალბატონი ნინო თანდილაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე. ვინ არის მომხრე რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი, მადლობა. ქალბატონო ნინო, გთხოვთ. ფაქტობრივად ეხლა ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ შემაჯამებელი სხდომა წინა მოწვევის და სესიების პერიოდში, რაც კანონმდებლობებზეც ვიმუშავეთ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კანონები მივიღეთ, რომელიც ხელშეუწყობს სხვადასხვა მიმართულების ჩვენი ქვეყნის და ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარებას და სწორედ ამ კანონების აღსრულებასთან დაკავშირებით და ამ გარდამავალ დებულებებთან დაკავშირებით წარმოგვიდგენს ქალბატონი ნინო ცნობას და მოხსენებას. მადლობა, გისმენთ. მოგესალმებით, მადლობა ბატონ გელა, მივესალმებ კომიტეტის წევრებს. ნამდვილად წლევანდელი წელი იყო საკმაოდ დატვირთული საკანონმდებლო საქმიანობის თვალსაზრისით და ბუნებრივია მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც ჩვენგან გვესაზღვრა რიგი კანონებით, კერძოდ უნდა მიგვეღო ცალკეული მთავრობის დადგენილებები და მინისტრის ბრძანებები ჩვენი მხრიდან წლის განმავლობაში შესრულდა მაქსიმალურად. მოკლედ მოგახსენებთ ამ ვალდებულებების თაობაზე და მათი შესრულების სტატუსის შესახებ. პირველი გახლავთ სურსათის საკვების უნებლობის ვეტერინარისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75 მუხლის მესამე პრიმა ნაწილის შესაბამისად მთავრობის მიერ მისაღები სამართლებრივი აქტები, ერთი გახლავთ ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციების შესახებ მთავრობის დადგენილება და მეორე გახლავთ ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების და მათი პროფესიული განვითარების წესის და პირობების შესახებ მთავრობის დადგენილება. ორივე მთავრობის დადგენილება მიღებული გახლავთ 2024 წლის 14 აგვისტოს პირველი დადგენილება, 2024 წლის 9 სექტემბერს კი მეორე მთავრობის დადგენილება და ამოქმედებული გახლავთ ეს მთავრობის დადგენილებები და ბუნებრივია ეს საკითხები ძალიან ასე ვთქვათ დეტალურად და სიღრმისეულად იქნა განხილული სექტორის და დარგის წარმომადგენლებთან მათ მიღებამდე. მეორე ვალდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც პატარა კომენტარს გავაკეთებთ. ეხლა ყველამ კარგად ვიცით, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ფაქტობრივად გაუქმდა ეს მიმართულება და ყველამ კარგად იცით რა ძალისხმევას დებთ, რომ ჩვენ მესაქონლეობა განმავითაროთ ქვეყანაში, პროგრამებს ვქნით, ვეხმარებით მოსახლეობას, ჩვენს ფერმერებს და სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ჩვენი მესაქონლეობის დარგი, ვინაიდან ძალიან მწვავე დეფიციტია ვეტერინარების მიმართულებით და ჩვენ მოგვიწია უკვე ხელახლა ამ საკითხებზე მუშაობა, რატომღაც თავის დროზე ჩაითვალა, რომ წინა ხელისუფლების დროს რომ ბაზარი თვითონ დაარეგულირებდა ყველაფერს და არ იყო აუცილებელი და საჭირო, რომ ქვეყანას მოკლედ ეზრუნა ამ სპეციალობებზე და შესაბამისი კადრები გამოეშვა და სამწუხაროდ სწორედ ასეთი მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდით. ძალიან ბევრს აქვს სურვილი რომ განვითარდეს, მაგრამ კვალიფიციური ცოდნა, განათლება ამ მიმართულებით ძალიან ცოტა ადამიანი შემოგრჩა, ვისაც ესმის ვეტერინარია და ვინც შეიძლება რომ ჩართული იყოს ამ ფერმერულ მეურნეობებში და სამწუხაროდ საკმაოდ დრო დაგვჭირდება კიდევ ამ კადრების მომზადებისთვის და კიდევ ძალიან ბევრ წელს დავკარგავთ სწორედ ასეთი უგუნური გადაწყვეტილების გამო, რაც მემკვიდრეობით ჩვენ მივიღეთ. მაგრამ კარგია, რომ საბოლოო ჯამში დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია. ბევრი საკითხი იყო შესათანხმებელი, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ გავედით ასე ვთქვათ ბოლოში და ჩვენ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდგომ წლებში უკვე აღნიშნული სპეციალისტები, ადგილობრივი კადრები გვეყოლება და უფრო ხელშეუწყობთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას, მესაქონლეობას. მადლობა ქალბატონო ნინო.
მადლობა ბატონ გელამ. მოგახსენებთ შემდეგ საკითხს, ეს არის სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულეობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფცია უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 იანვრამდე. პროექტი მომზადებული გახლავთ, უკვე წარდგენილი არის საქართველოს მთავრობაში და წლის ბოლოსთვის ეს კანონქვემდებარე აქტიც დამტკიცდება. მოგეხსენებათ, რომ ეს კანონპროექტი ჩვენ კანონპროექტზე ერთობლივად ვიმუშავეთ პარლამენტთან ერთად. გაეროს სურსათის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით მოხდა ამ კანონპროექტის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბება, შემუშავება და რა თქმა უნდა შემდეგ მოერგო ქვეყნის რეალობას და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც ასე ვთქვათ, ჩვენ მომდევნო წლებში უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ სურსათის ნარჩენები დანაკარგები შემცირდეს მინიმუმამდე და მათი მიზნობრივი გამოყენება მოხდეს და აი ეს კონცეფციაც სწორედ ამ საკითხებს აერთიანებს, რომ სახელმწიფომ, ასე ვთქვათ, მთავრობის დონეზე განსაზღვროს ხედვა ამ კუთხით და ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული კონცეფცია გქონდეს, როგორ უნდა მართოთ სურსათის ნარჩენები და როგორც მოგახსენეთ, 1 იანვრამდე ეს დადგენილება იქნება მიღებული. კეთილი ძალიან კარგი, ამაზეც თუ უფრო მეტად ვცლათ ორი სიტყვით გვეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ კომიტეტში ყავს ახალი წევრები, მე მიმაჩნია რომ ეს კანონიც არის ერთ-ერთი საუკეთესო კანონი და ასე ვთქვათ, თავის ჰუმანურობის თვალსაზრისით ერთი არის რომ ეკონომიკური მიმართულებითაც მნიშვნელოვანია დანაკარგების შემცირება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ის პროდუქტი, რომელიც რაღაცა პერიოდის შემდეგ უკვე უარგისი იქნება საკვებისთვის, ჩვენ ეს პერიოდი მაქსიმალურად ავითვისოთ და დაუშვათ იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც შეჭირვებულია და საჭიროებენ თანადგომას, გვერდში დგომას, მათ მიერ იქნეს გამოყენებული. ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კანონია და კარგია, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენ ასე ვთქვათ, ამ გარდავალდებულებებით განსაზღვრული ვადები შევასრულეთ და ჩავედიეთ. მადლობა. მადლობა ბატონ გელა, ნამდვილად გეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანი კანონია თავის შინაარსით და სწორედ აი სურსათის მიზნობრივად გამოყენებას ისახავს მიზნად და პოტენციური ბენეფიციარებისთვის გადაცემას, რომელსაც სოციალური შეჭირვების გამო შესაძლებელია, რომ ეს ასე ვთქვათ სურსათი მათი ვადის, ასე ვთქვათ, ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე გამოიყენონ და ნამდვილად ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ წლის განმავლობაში. ერთ-ერთი საკითხი ასევე გახლავთ სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ კანონიდან გამომდინარე ვალდებულება, რომ მთავრობამ უნდა განსაზღვროს ასევე 2025 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა, რომელთა ჯიშებიც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას და შემოწმებას და ეს პროექტიც, დადგენილების პროექტიც ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს, მიმდინარეობს როგორც სხვადასხვა სამინისტროებთან, ასევე დარგის წარმომადგენლებთან ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციის პროცესი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ეს ასე ვთქვათ, მეთესლეობის თუ ზოგადად, ასე ვთქვათ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ კულტურათა ჯიშების გამოცდა და ზოგადად ამ ნუსხის სწორად ჩამოყალიბება და განსაზღვრა და ამიტომ ამ კუთხით ძალიან ინტენსიური მუშა პროცესი მიდის და წლის ბოლოსთვის ეს დადგენილების პროექტიც ჩვენი მხრიდან იქნება მიღებული და ასევე ბოლო საკითხს შევეხები, ეს არის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც შიდა მინისტრის ბრძანებები უნდა გამოგვეცათ ჩვენ და ორი ბრძანება, რომელიც შეეხება, ასე ვთქვათ, მონიტორინგის შესახებ საკითხებს და მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციის და ზედამხედველობის საკითხებს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის პროცესის ორგანიზებას მთლიანად ქვეყანაში. ეს მინისტრის ბრძანებებიც შესაბამის ვადებში გახლავთ მიღებული და ამ კუთხითაც, ასე ვთქვათ, ჩვენი მხრიდან ვალდებულებები კანონის ფარგლებში შესრულებული არის სრულად. ორმესი მადლობა, ქალბატონო ნინო. სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების დაშვების მეთესლეობის შესახებ კანონი, ეს არის
ბოლო კანონი ფაქტობრივად, რაც ჩვენ წინამოწევის პარლამენტში საშემოდგომო სესიის პერიოდში მივიღეთ და ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან გარკვეულწილად გაამარტივებს და შეგვიმცირებს დროს, რაც უნდა დაგვეხარჯა დაუშვათ გამოცდაზე და მერე შემდგომში ჩაშვებაზე, წარმოებაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ნუსხა შეიქმნება და ჩვენს ფერმერებს გაუმარტივდებათ თავისი სამუშაო პროცესი. უღრმესი მადლობა. ფაქტობრივად ყველა საკითხი განვიხილეთ რეგლამენტით. კითხვები თუ გაქვთ კოლეგებო? მაშინ მიკროფონით იქით. აი ვეტერინარიაზე რო საუბრობდით რა, ახლა ჩვენთან რეგიონში კონკრეტულად ბოლნისში შენდება უკვე დასრულების პირას არის პროფსასწავლებელი, ეგრე რო ვთქვათ და იქ გასაგებია მოთხოვნებიდან გამომდინარე სხვადასხვა მიმართულებები არის და ჩვენ არ გვაქვს ცდომა ამ ეტაპზე თუ იგეგმება ვთქვათ, იმიტომ რომ ვეტერინარიის განვითარება და მაგ მიმართულება მეცხოველეობა და შემდეგ მნიშვნელოვანი და საჭიროა და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი და საჭიროა თქვა აგრონომიული მიმართულებები. ეხლა მეთესლეობაზე ვსაუბრობდით ჩვენ დროს იქ იყო სათესლე მეურნეობები, სადაც გამოყავდათ ეს ჯიშები და აი შემდეგ და დღეს რო ეს ძალიან დიდი დეფიციტია სპეციალისტების არ ყოფნა, ყველას კარგად მოგვეხსენება და ეხლა ფერმერული მეურნეობები არის და ძალიან გლეხურად მიყვებიან ამ ყველაფერს თითოეულ როლას გარდა და ეხლა თუ იქ ჩართულობა არ იქნება ამ სპეციალისტების ამ დარგს განვითარება ნამდვილად არ უწერია. ყველა სფეროში აგრონომიული მიმართულებითაც და ვეტერინარული მიმართულებითაც გჭირდება რო ყავდნენ შესაბამისი კადრები. თუ ფიქრობთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რა თქმა უნდა, და ეს უპირობო არის და რა რო გამოიწვია წინა ხელისუფლების უგულველყოფამ და ცუდ დამოკიდებულებამ ზოგადად ბევრი რამის მიმართ, დღეს რა შედეგები გვაქვს ხედავთ და ეხლა როგორც თქვენ აღნიშნეთ, რაც უფრო ადრე დავიწყებ და რაც უფრო ადრე ჩაიყრება ამ ყველაფერს საფუძველი, 5 წლის მერე იქნება თუ 10 წლის მერე იქნება კონკრეტულ შედეგებზე გავალთ და აი ეს თუ შეიძლება რომ ჩვენი სამინისტროს მხრიდან, პარლამენტის მხრიდან რომ დადგეს ეს საკითხი, რომ იმ პროფსასწავლებელში არა მარტო შემდუღებელი და სლესარი და მიმართულებები დღეს შეიძლება ვიღაცეებისთვის, ზოგადი მოხმარებისთვის საჭირო იყოს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არის სოფლის მეურნეობის სპეციალისტების აღზრდა და მათი აი ამ კადრების ყოფნა, იმიტომ რომ ბაზარი ითხოვს ნამდვილად, იმიტომ ძალიან ბევრი ფერმერია, რომლებიც ამას ყველაფერს უჩივიან. კი, გასაგებია. აბა უპასუხეთ, ხაბატონინო. კი, დიახ, თქვენი სებართვით აი ძალიან მოკლედ მოგახსენებთ. რა თქმა უნდა, სრულიად ვიზიარებთ პოზიციას, რომ ამ მიმართულებით ჩვენ სპეციალისტების ნაკლებობა გვაქვს და ბატონმა გელამ ისაუბრა ზუსტად იმ მიზეზებზე სამწუხაროდ, რამაც ამ მდგომარეობამდე მოიყვანა ეს დარგი, თუმცა სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა ამ მიმართულებით. გამოვყოფთ რამოდენიმე საკითხს. ერთი ეს არის, ასე ვთქვათ, უშუალოდ ის პროგრამები, რომელიც ჩვენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს, სადაც ასე ვთქვათ, კონკრეტული დეფიციტური პროფესიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, რომ უკვე სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე ფასიანი სტაჟირების პროგრამა შევთავაზოთ ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ასე ვთქვათ, კონკრეტული დეფიციტური ასეთი მიმართულებები შეისწავლონ და პრაქტიკაში მოახდინონ ამ საკითხებზე პრაქტიკული ცოდნების და უნარჩვევების განვითარება და ზუსტად აი ჩვენ სამინისტროს ქონდა ეს პროგრამა წელსაც გამოცხადებული და შევთავაზეთ ახალგაზრდებს ასეთი შესაძლებლობები სამინისტროს სისტემაში. რა თქმა უნდა, აქტიურად მუშაობთ ასევე განათლების სამინისტროსთან ერთობლივად, რომ ახალი მოდულები გაჩნდეს პროფესიულ სასწავლებლებში თუ უმაღლეს სასწავლებლებში ამ დეფიციტური პროფესიების წასახალისებლად და მეცაც გეტყვით, რომ ჩვენ დავაწესეთ ასევე ჩვენი სამინისტროს სახელობის სტიპენდია ასე ვთქვათ, წარჩინებული დეფიციტურ მიმართულების სტუდენტებისთვის, აი აგრონომებისთვის, ვთქვათ, ვეტერინარებისთვის, რომლებიც ესე გვაკლია დღეს და კიდევ რომ
დამატებით წავახალისოთ ახალგაზრდები, რომ აირჩიონ ეს პროფესიები, შეისწავლონ და სახელმწიფოსგან, ასე ვთქვათ, და ჩვენი სამინისტროსგან დამატებით სასტიპენდიო პროგრამებში ჩაერთვნენ და რა თქმა უნდა, ასეთი წახალისება ყოველთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა გეთანხმებით, რომ ასევე პროფესიულ სასწავლებლებში კიდევ უფრო მეტად მასიურად უნდა გაჩნდეს დამატებითი მოდულები, იქნება ეს აგრონომებისა თუ ვეტერინარების სპეციალისტების გადამზადებისთვის, რომ უფრო, ასე ვთქვათ, გახშირდეს ამ სპეციალისტების მომზადების პროგრამების შეთავაზების შესაძლებლობა იმათთვის, ვისაც ეს აინტერესებს, ეს დარგი აინტერესებს. აი, თუნდაც პრიორიტეტულად რო გავაკეთოთ ერთი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი არის, ხო არის მეცხოველეობა, შეიძლება უფრო მაღალმთიანებისთვის იყოს და ჩვენთვის, ვთქვათ, ბოლნისისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის აგრონომიული მიმართულება და აი განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით რო ეს დაუშვან ჩვეულებრივად ერთი მიმართულება საპილოტოდ და მე დაგვანახებს პროცესი თვითონ. რამდენი მსურველი იქნება, როგორ ისწავლიან, მე მეცხოველები რა სიტყვიან და ასე შემდეგ. კი, ფაქტობრივად ეს არის ძალიან მწვავე საკითხი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ აი ბოლო 2013 წლიდან, ბოლო რამდენი გამოდის 10-11 წლის მანძილზე უამრავი პროგრამა დავნერგეთ, ძალიან დიდი რესურსები ჩაიდო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. მოსახლეობაც აქტიურად იყენებს და თითქმის არ არსებობს პროგრამა, სადაც არ იყოს დიდი კონკურენცია და შესაბამისად არის ხშირად შემთხვევები, რომ ის თანხებიც არ არის საკმარისი და მოთხოვნები გაცილებით მეტია, მაგრამ მივედით უკვე იმ ნიშნულამდე, რომ როდესაც უკვე შედეგები უნდა მოგცეს ამ ყველაფერმა, ხო, თუნდაც აი მრავალწლიანი კულტურების მიმართულებით. ზოგიერთ შემთხვევაში არ გვაქვს სათანადო შედეგი, ვინაიდან იქ მოვლა პატრონობა ამ ყველაფრის არ არის სათანადოდ გააზრებული და მესაკუთრეების მხრიდან და მათი წოდნის ნაკლებობიდან გამომდინარე გაცილებით მეტი ეფექტი შეიძლებოდა მიგვეღო, ვიდრე დაუშვათ ჩვენ გვაქვს. Ну, რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს არ ეხება ამ შემთხვევაში უკვე იქ მოვლასთან მიმართებით, მაგრამ თვითონ ამ ბენეფიციარებს გაცილებით მეტი მოგების შესაძლებლობა აქვთ ამისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ცოდნა გაღრმავდეს თუ გვინდა რომ წინ წავიწიოთ და ბუნებრივია, ეხლა ჩვენი ფუნქციაც ეგ არის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ, განსაკუთრებით მინდა აღნიშნო ახალი მინისტრი ბატონი დავითი, მოგეხსენებათ ჩვენ კოლეგები ვიყავით და წლების მანძილზე იყო პარლამენტის წევრი და მე არ მახსოვს არც ერთი ვიზიტი რომელიმე ქვეყანაში, გინდა ოფიციალური, გინდა არაოფიციალური, რომ თუნდაც დავითის მხრიდან ან ზოგადად ჩვენი მხრიდან ეს საკითხი არ დაგვეყენებინოს, აბსოლუტურად სოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები იქნება თუ სხვადასხვა სასწავლებლები იქნება, ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია, საუბრობთ, რომ როგორმე ეს თანამშრომლობის პროგრამები გავზარდოთ, უფრო გავაღრმავოთ. გვინდა ასევე რომ შემოვიყვანოთ რამოდენიმე ცნობილი სასწავლებელი საქართველოში, რომ აქ ასე ვთქვათ, გარკვეულწილად პრესტიჟული გავხადოთ მათი სახელიდან გამომდინარე. ერთი პრობლემაც გვაქვს, რომ ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან აგრარული მიმართულებით. აი, კაი შედეგი მოგცა მხოლოდ აი მეღვინეობის მიმართულებით, იმიტომ რომ რატომღაც პრესტიჟულად ითვლება, მაგრამ აი თუნდაც მევენახეობის მიმართულებით, რომ ვინმე დამატებითი ცოდნა განათლება მიიღოს, ამის მსურველი ძალიან ნაკლებად გვყავს, მაგრამ საჭიროება ძალიან დიდი გვაქვს, ну, ასევე პროფესიული მიმართულებითაც. Ну, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ცალკე კიდევ დამატებით ძალისხმევა არის საჭირო, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი წამახალისებელი ღონისძიებები მოვიფიქროთ, შევქმნათ და გავაკეთოთ და არ მიუდგეთ დაუშვათ სტანდარტულად როგორც სხვა პროფესიაზე. თუმცა სახელმწიფოს ამ მიმართულებით უკვე აქვს ნაბიჯები გადადგმული, ვინაიდან აგრარული მიმართულება 100%-ით სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება და თუ სხვა სპეციალობებზე ოჯახებს, ამ სტუდენტებს უწევთ გადასახადის გადახდა, აგრარული მიმართულებით 100%-ით სახელმწიფოს მხრიდან არის დაფინანსებული. მაგრამ რა ვიცი, სამშელოა გეთანხმებით განათლების სამინისტროსთან ერთად ეს საკითხები და ასევე მნიშვნელოვანია სწორედ სამინისტროს ჩართულობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რომ ერთობლივად
შევქმნათ და ეს პროფესიული კადრები მოამზადოთ. ეს არის რაც ესაც დავამატებ და ეგ არის, ანუ მაგ მიმართულების დანიშნულება და ძირითადი ამოცანა ის არის, რომ ხა იქ მაღალ კვალიფიციური კადრის მომზადება არ არის. იქ არის უბრალოდ როგორც ხო ხვდებით, რომ იქ სცენარეს მოვლა იცოდეს, გასხლა იქნება დროული იქნება აგრონომიაზე ვსაუბრობთ. ეხლა ჩვენ პარლამენტში გვაქვს მექანიზმი, რომელიც წინამოწევის პარლამენტში შემოვიღეთ, ეს არის თემატური მოკვლევა. ჩვენ ამ მოწევის პარლამენტშიც ვიმუშავებთ ამ მიმართულებით სხვადასხვა თემებზე და ერთ-ერთი ასეთი თემატური მოკვლევა გქონდა ჩვენს, რომელიც ეხებოდა აი ამ მოთხოვნად პროფესიებს კი და კომიტეტმა ჩაატარა ასეთი მოკვლევა და ჩვენ შეგიძლიათ გაეცნოთ იმ შედეგებს, რა მდგომარეობა გვაქვს ჩვენ ქვეყანაში ამ მიმართულებით და ჩვენი რეკომენდაციები უკვე კი გაცემული გვაქვს სამინისტრო იცის ამ ძვავე პრობლემების, აი დეფიციტური პროფესიები. სამწუხაროდ არის ისეთი მიმართულებები კადრები ყავდეს და ასეთი პროფესიის ადამიანები ქვეყანაში ყავდეს. აი 1-2 ადამიანი, ვინც შეიძლება რომ ზოგიერთი მიმართულებით ცოდნა გადასცეს, აი ასეთი მწვავე დეფიციტური პროფესიებიც კი გვაქვს და ნუ ეს არის ყველაფერი აი მემკვიდრეობის შედეგი, რაზეც მე მქონდა საუბარი და მოგეხსენება სოფლის მეურნეობა ეს არ არის რაღაცა სწრაფი ასე ვთქვათ ბიზნესის თუ შემოსავლის დარგი, საკმაოდ დიდი რისკების შემცველია და ასევე მოითხოვს დიდ დროს. ბევრი მიმართულებით ძალიან წინ წავიწიეთ. ქვეყანაში გაჩნდა ისეთი დარგები, რომელიც აი ისტორიულადაც კი არ ქონდა ჩვენ და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე გამოვჩდით სოფლიო რუკაზეც კი, აი თუნდაც ლურჯი მოცვი ავიღოთ, ხო? არასდროს არ იყო ქვეყანაში ტრადიციული დარგი, მაგრამ სადღაც უკვე 2 წელიწადში ჩვენ ველოდებით რეკორდულ მოსავალს დაახლოებით 25 მილიონ ტონაზეც კი ავალთ ამ მიმართულებით და კიდევ ასეთი აი მაგალითად ზეთისხილი ავიღოთ, ხო, სწორედ ამ დანერგიმომავალი პროგრამამ შეუწყო ხელი და სწორედ ამ პროგრამების მეშვეობით ესეც ახლა ისტორიულად კი არის რაღაც შემორჩენილი ცნობები, რომ ოდესღაც საქართველოში ზეთისხილი იყო და რაღაც გარკვეული მცირე წარმოებაც არსებობდა, მაგრამ ჩვენთვის ტრადიციული დარგი არ იყო და ეხლა ერთ-ერთი ესეც მნიშვნელოვანი დარგი გახდა და გვაქვს ასეთი ნუშიც, ეხლა ნუში ფაქტობრივად ეს აბორიგენული ჯიში არის და სწორედ კავკასიურია, ასე ვთქვათ, მე რა ინფორმაციაც მაქვს და მაგრამ აი ასეთი ამ მასშტაბით და ასეთი საწარმოო სახე რო ჰქონოდა, ასეთი მიმართულებაც არ ქონდა და გვაქვს ჩვენ ასეთი შემთხვევები, მაგრამ რაც უფრო იზრდება ფართობები, იზრდება მოცულობები, შესაბამისად მოითხოვს უკვე მეტი ადამიანის ჩართულობას და მეტი პროფესიონალის ჩართულობას, რომელიც უკვე სამწუხაროდ ამ მიმართულებით არასაკმარისია და ძალიან კი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კი ცოდნა. კეთილი. მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაერთიანებთ ყველა ერთად ძალისხმევას, სამინისტრო, პარლამენტი და სწორედ ამ ძვავე საკითხებზე ვიმუშავებთ საომავლოდ და როგორც არაერთხელ ვქონია, ასევე ამ მიმართულებითაც შთამბეჭდავ შედეგებს მივახცევთ. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნინო, ჩვენ კომიტეტმა მივიღეთ ცნობად.
სხვა კითხვები აღარ არის და კომიტეტის სხდომა დასრულებულია. დიდი მადლობა.